მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო სტუმრებო. ჩვენ მე-6 კლასელებს გვინდა საახალწლოდ ჯადოსნურ სოფელში გამოგზაუროთ. თქვენთან ერთად გავიხსენებთ ყველასათვის საყვარელ სიმღერებს და ფილმებს. 1968 წელს თბილისში შეიქმნა მუსიკალური იუმორისტული ანსამბლი ივერია, რომელსაც ალექსანდრე ბასილაია ხელმძღვანელობდა. ივერია ჩატარებული აქვს 7000-მდე კონცერტი. ცნობილია მათ მიერ შექმნილი 4 მუსიკი: ჩხიკვთა ქუჩი, არგონავტები, ფიროსმანი და თოვლის ბებოს ზღაპარი. ვინ არის თოვლის ბებია? თოვლის პაპას ჩვენ ყველა ვიცნობთ. თოვლის ბებოს კი არა. თოვლის ბებია თოვლის პაპის მეუღლეა და მას ბაბალე ჰქვია. სწორედ თოვლის ბებო იმახსოვრებს ყველა ჩვენ საახალწლო სტუმრებს. ის გვიმზადებს და საკუთარი ხელით გვიწყობს ხურჯიში საჩუქრებს. ამაყად რომ ჩამოგვირიგებ შემდეგ თოვლის პაპა. იყო და არა იყო რა, იყო ერთი სოფელი. ამ სოფელს ჯადოსნური ხაზინა ჰქონდა და სოფლის საგანძურით აქ ინახებოდა. იქიდან ერთ ოქროსაც ვერავინ მოიპარავდა. ვინაიდან ხუთს მაშინვე თავზე ქედი ამოუვიდოდა. ცოტა ოქროს მოიპარავდა, პატარა ქედი ექნებოდა, ბევრ ოქროს მოიპარავდა, ქედიც ეზრდებოდა. ცხოვრობდა სოფელი ხიარულად და ბედნიერად, მაგრამ საუბედუროდ ძლია სიხარდე ზოგიერთებს და სოფლის ხაზინიდან ჩუმჩუმად ოქროს მოპარვა დაიწყეს. ქებს კი ხუთქვეშ მალავდნენ. დიდრდებოდნენ მთიანები, ხარიერდებოდა სოფლის ხაზინა და მრავლდებოდა სოფელში ქუდიანები. სოფელს მსნელად თოვლის ბებო ბაბალე და ჯუჯები მოევლინებიან. სოფელში ცხოვრობდა ძიძა, რომელიც ყოველთვის ერთსა და იმავე მისამართზე, ალუბლების ქუჩაზე ჩნდება. ის ყველა ბავშვს უყვარს. საოცარი ძიძა გვასწავლის, რომ ჩვენ თვითონ ვუნით ჩვენ ცხოვრებას, რომ არჩევანი ჩვენზეა, ვიყოთ ბედნიერები თუ მოწყენილები. ძიძა შეუძლია წამში გარდაქმნას, მოსაწყენი რეალობა და აქციოს ჯადოსნურ დღესასწაულად.
და გოგონას, რომელიც თავის ნებაზე ათამაშებდა, მოხუც ბებიას და ბაბუას. ყვილები თავგზას უბნებს გარშემო მყოფს, მაგრამ ბუნები მკეთილი და გონიერი ბავშვი მალე თვითონ ხდება, რომ უსიამოვნებებს აყენებს ყველას და პირობას წერს, რომ ამიერიდან სამაგალითო მოსწავლე გახდება.
გაუთენე ჩემს ხალხს, ჩემს სამშობლოს ბედნიერი ახალი წელი. განკურნე ყოველგვარი სენისაგან, მიეცი ჯანი მთელი, ღონე შენი, ნიჭი შენი და უკვდავება შენი. დაასდე თვალი ყოველი მოშურნე მისი. საუკუნო დაგმანე ყური მსურველი და მსმენელი მისი სიავისა. გაახმე ხელი ყოველი აღმართული მისი სიცოცხლის ხის მოჭრის სურვილად. დალოცე აკვანი კალთა და ძუძუ საქართველოს, ქართველი ხალხის მშობელის. გაავსე სახლი ყოველი მშრომელისა მზითა და სითბოთი, ბეღელი პურით, მარანი ღვინით, ახორი საქონლით, კერია ფრინველით და გულის სათნოებით. აჟრიამული ეზოკარი ყოველი ქართველისა ბადიშებით, შვილთაშვილებითა და მათი შვილებით. დაუშვედეო მდინარე დიდინე ბედნიერებო ჩვენს ქვეყანაში. არ მოუშალო გონიერი ერისკაცი და მწყემსი საქართველოს, ნატვრიის თვალი დაუდე ამ ახალი წლის ღამით საწუმალს, რათა დილით ადგეს, ნახოს და სამშობლოს უკვდავება ინათლოს. მიიღე უფალო ეს ლოცვა. ამინ. პედაგოგები, ვინც დაგვეხმარნენ, აღმდელები, ხელმძღვანელები, დირექტორი, სულ ყველას ძალიან დიდი მადლობა იმ ყურადღებისთვის, განსაკუთრებით თავმჯდომარეს. რა გიგდათ, რას ვერჩი ბავშვებო? შემოძვირფასებო, 3 დღე გრძელდება ჩვენი ბავშვების, როგორ გითხრათ, ნიჭიერების წარმოჩენა. ანუ ფაქტიურად წინა საახალწლო პირეული სკოლაში. 3 დღე ვისმენთ და ვუყურებთ ჩვენი საყვარელი ბავშვების ნიჭიერებას, ხიარულებას. ისინი ჩვენ კი არ ზრუნავთ მათ სამხიარულო განწყობის შესაქმნელად შექმნაზე. ისინი ზრუნავენ ჩვენს განწყობაზე. იმიტომ რომ უდიდესი შრომა ამ ყველაფერში ჩადებული, უდიდესი ენერგიას დებენ, რომ თითოეული როლი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თითოეულ როლს და თქვენს წინაშე, მაყურებლის წინაშე წარდგნენ ღირსეულად. დიდი მადლობა მათ ყველას. გუშინდელ მონაწილეებსაც, გუშინწინდელ მონაწილეებსაც. რა თქმა უნდა, უყვესი მადლობა იმ უფროს ადამიანებს, ვინც ამ ბავშვებთან ერთად გაგვილამაზა ეს კვირა. ფაქტიურად წინა საახალწლო სამხიარულო პირეული გვაქვს სკოლაში. მინდა გისურვოთ, რომ 2025 წელი ჩემო ლამაზებო, ჩემო ნიჭიერებო, ჩემო ძვირფასო ადამიანებო, აღარ გადავაკონკრეტებ, ვის რა პოზიცია გვაქვს, ხომ? ყველა ჩვენთვის, ჩვენ ვართ ყველა ერთილი და ჩვენ ვართ ყველა მშობლები, სკოლის თანამშრომლები, ცალ-ცალკე არ გამოყო. ჩვენ ხომ ერთი დიდი ოჯახი ვართ, რომელსაც 203 სკოლა გვქონდა. სკოლა აგრძელებს სიცოცხლეს და მე თუ მკითხავთ, კიდევ უფრო ენერგიულ სიცოცხლეს აგრძელებს სკოლა. ხო ხედავთ? ჩვენ არ გავჩერებულ ვართ, ჩვენ სკოლის თანამშრომლები და არ ჩერდებიან ჩვენი უნიჭიერესი ბავშვები. ასე იქნება მუდამ. ჩვენი დიდი პასუხისმგებლობით, შრომით, სკოლის შრომით, მშობლების დიდი მხარდაჭერით, ჩვენი შვილები დადგებიან ღირსეული ადამიანები ცხოვრებაში და შეძლებენ, რომ დამოუკიდებლად გადადგან ცხოვრებაში ძალიან დიდი ნაბიჯები. გისურვებთ, რომ 2025 წელი იყოს სიხარულის, ჯანმრთელობის, კეთილდღეობის, სიმშვიდის წელი. გვიყვარდეს ერთმანეთი. ხოცნით ყველას გეუბნებით. კიდევ ერთხელ გილოცავ. ხოჭო. აქტიურად დასასრულია, ხო ამ კი ჩემო ძვირფასებო. მე მაშინ დავეკავებ ჩემს ატაკს. ბოდიში. ბატონო.